ლაგოდეხში მაგისტრალური სარწყავი არხის კილომეტრზე მეტი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. დაახლოებით 70 ჰექტარს სასოფლო-სამეურნეო მიზის ფართობზე წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს. დასრულების სტადიაშია ლაგოდეხის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. დაახლოებით 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთება განხორციელდა რკინა-ბეტონით, ასევე მოეწყო 28 გადასასვლელი, აქედან 18 სამანქანე გადასასვლელი, ხოლო 10 საფეხმავლო გადასასვლელი. ხიდები დანგრეული იყო, კანავები დანგრეული იყო. ეს ყველაფერი ჩაასხეს, გააკეთეს, მანქანით გადასასვლელი ხიდებიც გაგვიკეთეს. ყველაფერი გამოსორდა, წყალს მიეცა თავისი გზა.